საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ოცნების რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, ოცნებაში კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ. იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა. ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა. ეს იყო სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით, ასევე სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანის შესამცირებლად. იმ პირობებში, როცა ოცნების სასამართლოს და საგამოძიებო სისტემა საზოგადოების ნდობა პრაქტიკულად აღარ აქვს და მართლმსაჯულება პოლიტიკურად არის მოტივირებული და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ ოცნების პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულიად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური. ფაქტია, რომ აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მათ მიმართ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ოცნებას არ დაუწყია გამოძიება და არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც შემსრულებლები არ დაუსჯია. ამიტომ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული. მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს ოცნების ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ურთიერთ გამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწავლავ ნივთიერებას. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მიმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა, ის არც პარტიულ ინტერესებზე დგას და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მძევალი შეიძლება გახდეს. საგამოძიებო კომისია კი არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირ ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სწორედ ამიტომ ფრაქცია საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.